დღეს ჩვენ სტუმრად ვეწვიეთ ბატონ ირაკლი ოსტაფიშვილს, რომელიც გახლავთ ნახალოკელი. ბატონ ირაკლი არის საქართველოს სიმფონიური ორკესტრის პირველი ფლეიტა და პროფესორი კონსერვატორიაში. ასოცირებული. ან დოცენტი. აი, ძველი სტანდარტი დოცენტი. არა. საერთოდ არაფერი არა მაქვს ისეთი უბრალოდ ნახალოკელი რო ხართ მაგას მინდა რომ გაუსვა ხაზი და რას მოღვაწეობთ. ასე კი. ბატონი ირაკლი გახლავთ ნახალოკელი. და მოღვაწეობს კონსერვატორიაში, ესე ვიტყვი, მოკლედ ნახალოკურად. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გამარჯობა. რას მოგვიყვებით თქვენ შესახებ, ანუ რადგან არის გადაცემა ნახალოკა და ნახალოკელები, პირველ რიგში შევეხოთ ნახალოკას, ნახალოკურ ურთიერთობებს, ნახალოკასთან დაკავშირებულ მოგონებებს და შემდეგ თქვენ პროფესიაზე. მე დავიბადე და გავიზარდე ნახალოკაში, პირველ სამშობლოში დავიბადე და იმ მომენტიდან ეს არის ჩემი სახლი. სულ ამბობ ხოლმე და ვეუბნები აი მეგობრებსაც რომ როდესაც მომიწევს ქალაქში მოძრაობა, ქალაქ გარეთ, აი ამ გზავრობის შემდეგ, ხო, რაღაც როცა შემოვდივარ თუ არა უბანში, ვზნობ 7-ად თავს. ეს ბავშვობიდან მომყვება და ძელი სკოლა, ბაღი, ყველაფერი დაკავშირებულია, მთელი ის მუსიკალური განვითარება ჩემი, რამაც აქამდე მომიყვანა, რამაც სიმფონიურ ორკესტრამდე მომიყვანა, ყველაფერი დაკავშირებულია ამ უბანთან. ამ უბნის გარემოსთან, იქ ხალხთან. ესონის ანსამბლი სიმღერის გალობითაც სადაც გალობდი ეკლესიაში, ივერიის ღვთისმშობელში. ყველაფერი ამ უბანთან არის კავშირში. ფაქტობრივად მე სხვაგან ისეთი აქტივობა არ მქონია. გასვლითი, გარდა კონცერტების და სწავლის, აი ამ შენობაში სწავლის. კი ბატონო. ანუ გავიგეთ რომ მოღვაწეობთ კონსერვატორიაში და ხართ პირველი ფლეიტა. რას გეტყვით თქვენ პროფესიასთან დაკავშირებით? რა სირთულეებია დღეს, რისი მიღწევა გინდათ კიდე უფრო მეტის და ასე შემდეგ. ჩემი დიდი სურვილია და აუცილებლად ამას დარწმუნებული ვარ, ხორცს შევაცხავთ, რომ ჩვენს უბანში ძალიან ბევრი დაინტერესდეს მუსიკით. მიხარია რომ სპორტით დაინტერესება მოიმატა, ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს რაგბის, ფეხბურთს, სხვადასხვა სპორტის სახეობები. მინდა რომ უბრალოდ აი კულტურულად ძალიან წამოვიდეს ის რომ მოთხოვნა იყოს, იყოს სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება აუცილებლად ფლეიტა, ჩემი ინსტრუმენტი ხო? იყოს ფორტეპიანო, საყვირი, იყოს ოღონდ თავი ის კულტურულად ძალიან დაინტერესდა. კი ბატონო, ანუ კეთახმებით მაგაში, ჩემ ბავშვობაში აუცილებელი იყო გევლო თუნდაც ფორტეპიანოზე. და ძალიან მოდაში იყო, ასე ვთქვათ და დღეს რატომღაც სურვილსაც აღარ გამოთქვავენ, უფრო გიტარა და ისიც ხარისხიანად არა. კი, აუცილებლად ყველა და იქ ისიც რა განაპირობა, ალბათ ისევ ფინანსურმა სიტუაციამ და ეკონომიკურ მდგომარეობამ. გაცნობია რომ ის რომ უბრალოდ მუსიკა და ხელოვნება ავითარებს. აი ტვინს ავითარებს ელემენტარულად, სულ არ გახდეს მუსიკოსი. კარგი შემფასებელი მსმენელი დადგება და ამის შემდეგ განუვითარდება აზროვნება. აი მრავალპროფილიანი აზროვნება ჩამოუყალიბდება და ნუ აი ამ მხრივ მაინც მნიშვნელოვანია, ასე რომ მინდა რომ აი ჩემი სურვილია რომ ბევრი დაინტერესდეს კულტურით ჩემ უბანში. გეთანხმებით, მაგაში ნამდვილად გეთანხმებით. არა მარტო ჩვენ უბანში, საერთო ჯამში ალბათ ხელოვნებასთან ვინც არის კავშირში უფრო მეტად ლოიალურია. ეს შევაფასებ მე, იმიტომ რომ ხელოვან ადამიანს არ მგონია შეეძლოს, ნუ კი ეხლა ვიღაცა მომედავება, ბევრი ხელოვანი ვიცით, რომ გაუჭებია საქმე და რაღაცა, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე ძალოვანი ადამიანი. ნუ ეხლა ძალოვანი არის და იმას ნავარჯიშებიც არის და მოყვება ძალა და ეხლა ფლეიტით ნაკლებად ვინმეს გაუწევთ წინააღმდეგობას. კიდე რას გვეტყვით, აბა, რა ვიცი, გინ ნახალოკასთან, გინ პროფესიასთან იმიტომ რომ ძალიან პატარა გამოგვდის ინტერვიუ. ისიც ამინდა ვთქვა რომ აი ბავშვობიდან ვგრძნობდი უბანში, ჩემს უბანში იმ სპეციალურ იმ საქმის დაფასებას, იმ შრომის დაფასებას, მთელი ზაფხული მეცადინეობდი, წარმოგიდგენთ რომ ფანჯრები იყო, ფანჯრები, კარი, ყველაფერი და მეცადინეობდი 40 გრადუს, 42 გრადუს სიცხეში, იმიტომ რომ ვემზადებოდი კონცერტებისთვის, კონკურსებისთვის და ძალიან დიდი პატივისცემა, არც ერთ მეზობელს არ ქონია პრობლემა. როდესაც მოძრაობ მუსიკალურ სკოლაში მივდიოდი ან ჩვეულებრივ სკოლაში, აი ვზნობდი იმ დაფასებას. ანუ გეთხოვენ არ იყავით? არა. თან ინსტრუმენტი ჩემი მომცროისა პატარა ზომისა და რუგზაში კარგად ეტეოდა. არ შანდა. ესეც ფაქტორია მნიშვნელოვანი. ძალიან
მეძვირფასება და მიყვარს ის ხალხი, ვინც განსაკუთრებით ჩემი უბნისთვის აკეთებს ბევრს. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ნახალობა ისეთი მდებარეობა აქვს ნახალობას, რომ ქალაქის გული შეიძლება დაარქვა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კულტურული და ისეთი ჩამოყალიბებული ხალხის და საზოგადოების უბანია. უბრალოდ ვისურვებდი და მინდა რომ უფრო მეტი ხალისი იყოს, ხალასი ხალხი დადიოდეს და უფრო მეტად ბედნიერი ხალხი. რა ვიცი, ხა ჩვენი ნახალოკისთვის გეცნობებათ ბატონი არმენი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ნახალოკისთვის გაკეთებული და ზუსტად მან გამიწია რეკომენდაცია თქვენზე, რომ ერთი ძალიან კარგი ადამიანი, თავისი საქმის კარგი მცოდნე, ბატონი ირაკლი, შეგვიძლია ჩავწეროთ და ძალიან მოხარული ვარ მე ამ ყველაფრისა თქვენი გაცნობისაც და რას ისურვებდით ნახალოკისთვის? ვისურვებდი საერთოდ გული შემტკივა ურბანულ დაგეგმარებას და ძალიან მეცოდება ის ძველი სახლები, ის ძველი შენობები, რომელიც სახეს კარგავს დღე და მინდა რომ ისინი აღდგენილი ვნახო ერთ დღეს, მინდა რომ ისინი განახლდეს, თუნდაც ის ფასადი გამაგრდეს, გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს პირველი სახე არ დაიკარგოს და მე ძალიან მასპოთებს ეს რაღაცა ბიზნესმენების ბევრი ხარბი მისწრაფებები იმისთვის რომ აღშენდეს ბევრი კორპუსი, ეს ყველგან ისე ხა მარტო ნახალოკაში ეს ჩვენ არ გამოურჩევით ამით, ხომ? და უბრალოდ ეს მგონია რომ რაღაცა წნეხავს სივრცეს, ქრება ის პეწი, რაც ამ უბანს ჰქონდა ყოველთვის ეს შეფენილი, ეს მთელი მთა და ეს თვითონ ისეთი გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ძალიან საინტერესოა. ეს კომპლექსური ეშვება და რაღაც ამბობთ, ეს რომ ტერასულად არ დაიკარგოს რა და ეს დარჩეს და იქნებ რაღაცნაირად შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ამის რეალურად გაქრობის საფრთხის წინაშე ვდგავართ სერიოზულად ჩვენ. კი ბატონო. გეთანხმებით მაგაში ნამდვილად. იმიტომ რომ ჩვენი უბანი, ჩვენი ოჯახია, ასე ვთქვათ, ხო? ნამდვილად ისე. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა თქვენ. ძალიან ვისიამოვნე თქვენი გაცნობით და გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა.